ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. აი შესრულდა 10 საათი და რა თქმა უნდა ეთერშია პროგრამა ინფორმატორისა და ლაილაის 10 საათიანი ვრცელი გამოშვება. ამ რამოდენიმე წუთის განმავლობაში ჩვენ ერთად გავიხსენებთ თუ რა მოხდა საინტერესო და მნიშვნელოვანი ქართულ და უცხოურ შოუ ბიზნესში. თამუნა ამონაშვილმა და ლალი ტოტიკაშვილმა ავთობადუაშვილის სიმღერაზე დუეტი ჩაწერეს, რომელზეც ახლა უკვე კლიპს იღებენ. რეჟისორი რეზიკო არჩვაძეა. აქვე იმასაც დავამატებ, რომ ლალისთვის ეს დებიუტია. ამჯერად ვიღებ ლალი ტოტიკაშვილის და თამუნა ამონაშვილის დუეტს. არაჩვეულებრივი სიმღერაა, რომელზეც შევქმნით რაღაცა ჩვენი საზით ძალიან საინტერესო სცენარი და ნახოთ აბა რა გამოგვივა. ოპერატორი გახლავთ ლევან აბულაძე, ხატვარი და სტილისტი არის სალომე ტყაბლაძე და ასე შემდეგ ძალიან საინტერესო ჯგუფია შეკრებილი, რომელიც ამ ყველაფერს აკეთებს და დანარჩენი სცენარი ჩემია და რეჟისორად ჩემია. ეს არის ავთობადუაშვილის სიმღერა, ტექსტი ირინა სანიკიძეს. ფაქტიურად ავთოს რაც ვთხოვეთ, ფაქტიურად ეს ყველაფერი ისე განგვიხორციელა, რაც ჩვენ გვინდოდა, თემაც, თვითონ მელოდიკაც და მე მგონია, რომ ძალიან შეიყვარებს მსმენელი ამ სიმღერას, იმიტომ რომ ჩვენ უკვე ძალიან გვიყვარს. ჩემი პირველი კლიპია, როგორც მომღერლის ამპლუაში და მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია, ძალიან მომწონს და ვცნობ არაჩვეულებრივად თავს. ასე ძალიან სასიამოვნოა თამუნასთან მუშაობა და მთელ შემოქმედებით კოლექტივთან. არა, უდინუცეს იმიშოვი, პასარდა შემოვიდა. ჩემი დებიუტი იყო თიკაფაცაციას კლიპი არ გაჩერდე და შემდეგ ლალი და თამუნამ შემომთავაზეს და კოსტიუმები საკმაოდ ბევრი კოსტიუმები გაკეთდა და რაც ჩემთვის თავისუფლად მუშაობდი იქიდან გამომდინარე რომ ორივე კარგი გარეგნობის არის და რაც შეეხება ვარცხნილობა ჩემით რაღაც იყო ისეთი ნიუანსები, მაგრამ სალომის დახმარებით უფრო თავისუფლად ვიგრძენე ამ მომენტში თავი. მაგრამ ეს ასეთი ჩავარდა. შენ გინდა როგორც ქართველი. აი ესე ხო. აუ ესე. ნები მინდა საფოს. ეს მერე ეს მერე. აი ზემოდანაც და იატაკი. აი ესე მუხლებამ შეგვიდი. აი აქ. ზემოდან იჭერზე რო გადა. ელა უკონე. ამნა ეგრე იწერე. Așa крупната mere общи чаму. ლელა წურწუმია ლევან ლაზარიშვილის სტუდიაში ახალ სიმღერაზე მუშაობს, რომლის ავტორია მაია კაჭკაჭიშვილი. ეს სიმღერა ლელას ახალ ალბომში შევა.
ცოტა ზევითა. დაღამემზის ხივებით როგორ ნათდება სული კიძველ სიმღერას თხოვს. პირველ რიგში მუშაობთ ალბომის დამთავრებაზე, რომელიც დამთავრდება სექტემბრის ბოლოსთვის. უკვე შერჩეულია სიმღერა, რომელზეც კლიპს გადავიღებთ. ეს არის რუსან მორჩილაძის სიმღერა, ირინე სანიკიძის ტექსტზე, სიმღერას ქვია თეთრი ქარავანი. არანჟირების ავტორი არის კახუჩელა. ჯერჯერობით ვერ შევთანხმდით რეჟისორზე, ანუ ვფიქრობთ. ამის გარდა მუშაობთ პროექტზე, რომლის იდეის ავტორიც ვართ მე და რუსუდან კერვალიშვილი. ეს არის მეგრული სიმღერა, რომლის იდეა საერთოდ დაიბადა თვითფრინავში, როდესაც ნიჟნი-ნოვგოროდიდან ხაზს მოვასვენებდით თბილისში და ლელა შეასრულებს ამ სიმღერას ასა ფესვებთან ერთად და რადგან გადავიღებთ კლიპს. მე ვფიქრობ, რომ ამ ალბომში ერთ-ერთი ყველაზე ესეთი ლამაზი სიმღერა იქნება. ვფიქრობ, რომ ძალიან მალე გახიზდება, იმიტომ რომ იმდენად ძალიან მელოდიურია, რითმულია და ძალიან მომწონს. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ამ არაჩვეულებრივი სიმღერისთვის მაია კაჭკაჭიშვილს. ეს სიმღერა დავწერე სპეციალურად ლელასთვის, ნუ მოვასმენინე და მოეწონა, მე მგონი კაი სიმღერა. ესე იგი, ეხლა მიმდინარეობს მაია კაჭკაჭიშვილის სიმღერის ჩაწერა. არანჟირების ავტორები არიან ბორეშ ხიანი და ლევან ლაზარიშვილი, ტექსტის ავტორია გია ჯოხაძე, სიმღერას ერქმევა ჯადოსნური გამოცანა. დაახლოებით 1-2 კვირის განმავლობაში დამთავრდება ალბათ სრულად ალბომი, უკვე ესე ვთქვათ მასტერინგი იქნება მზად, ასევე ალბომისთვის გადავიღებ სურათები, რომელიც გადაიღო გია ჯაველიძემ, ფოტოები მე ვფიქრობ საკმაოდ კარგი და ხარისხიანი გამოვიდა. მე უკვე ვიმუშავებ დიზაინზე ალბომის და სადღაც ალბათ 1 თვის განმავლობაში უკვე უნდა გამოვიდეს ჩემი რიგით მე-6 ალბომი. ზაზა ხუციშვილი კიდევ ერთ კლიპს გვემზადებს. კლიპის რეჟისორი ირაკლი ნინიძე იქნება. გადაღებები კი აეროპორტის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ეს სიმღერა არის ჩვენი ბოლო ალბომიდან, ქვია ელექტრონული ფოსტა. ამ კლიპს იღებს ირაკლი ნინიძე. როგორც ხედავთ, გადაღებები მიმდინარეობს აეროპორტის ტერიტორიაზე. ამისათვის მე მინდა ძალიან დიდი მადლობა მოუხადო ბატონ გიანი ჟარაძეს, ბატონ თამაზ ანდღულაძეს, გივი მამნიაშვილს და საერთოდ მთელ კოლექტივს აეროპორტის, ვინც საშუალება მოგცა გადაგვეღო ეს კლიპი. ნუ თვითონ სიმღერის ტექსტიდან გამომდინარე, სიმღერაში არის ძებნა დაკარგული სიყვარულის და ამით ვეძებთ სხვადასხვა გზებით, თვითფრინავით, მანქანით, მატარებლით და სცენარი რაღაც დაახლოებით ესეთია, რომ ვეძებთ მეგობარს, რომელიც გაიქცა, გაფრინდა თუ არ ვიცი ჯერ. და ვაგზავნით ბევრ წერილებს და გვაქვს ბევრი ობიექტი, სადაც თქვა გადავიღებთ. პირველი ობიექტი დღევანდელი დღე არის აეროპორტში. მერე იქნება ჯერ არ მინდა წინასწარ თქვა რაღაცე ბევრი რაღაცები იქნება. ისე დავადოთ რაღაცა. რატო ისეთი ბიჟოგზე უკრავთ რა მამეთ. ესეც შალია იწובה ძალიან. ა? კიდე არის რამდენიმე სცენა, ნუ რაღაც ჩაფიქრებული, ზუსტად მე არ ვიცი რა აქვს ირაკლის და მე აბსოლუტურად ვენდობ იმას. ესეც არის ჩვენი მთლიანი პროექტის ერთ-ერთი ნაწილი, რომელიც იცით ალბათ რომ ბატონმა ბადრი პატარკაციშვილმა დააფინანსა ეს კლიპიც და საერთოდ ვაკის პარკის ბოლო ალბომიც. ასევე მას დიდი მადლობა.
ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.